გავკვირვებული ვარ სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ქართულ ფეხბურთში არის საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე, ზოგი საერთოდ ყარს უწოდებს, ზოგი უწოდებს გაპარტახებულს, ასე შემდეგ და ამ საკითხებზე ხშირად გვიწევს საუბარი. მე გამიკვირდა სიმართლე გითხრა, ზვიად სიჭინავამ წამოაყენა პრეზიდენტობაზე თავის კანდიდატურა. მე ამ კაცის მიმართ ყოველთვის კორექტული ნათქვამებით გამოვირჩევი და არც დავარღვევ ხლა ჩემს სტილს. ისედაც ვამბობ ყოველთვის პიროვნულად არაფერს არ ვეჩი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი ოჯახის წევრი იქნება, მეზობელი, მეგობარი, თამადა და ასე შემდეგ, უამრავი რაღაც კარგი თვისება ექნება, მაგრამ სამწუხაროდ არის, სამწუხაროდ რატო რა არის ამაში სამწუხარო? არის ფედერაციის, ფეხბურთის ფედერაციის ცუდი ხელმძღვანელი. რა არის ხა ამაში სამწუხარო და თავის მოსაკლავი, ხო? კარგი იყავი სხვა საქმეებში და ამას შეეშვი, კაცო. ჯერ ერთი რა ქვია, მახსოვს ის გამონათქვამი, შენ სინდისში ჩაიხედეო და რას დაინახავ და ჩავიხედე და ვერაფერი ვერ დავინახეო. ახლა აი ამ განცხადების მე ის მეგონა რომ შეცდომით ნათქვამი სიტყვები იყო და თურმე გულწრფელად უთქვამს იმ ადამიანს, იქ ვერაფერი ვერ დაინახა, იმიტომ რომ მაგი თუ კანდიდატურას წამოაყენებდა პრეზიდენტობაზე, ნამდვილად არ მეგონა რა. მეც რა გეთანხმები, არანაირად არ წამომედგინა რომ შესაძლებელი იყოს იჭინავას კანდიდატურის წამოყენება. ეხლა მეორე მინდა ტატო გითხრა, გასაგებია რომ ამ კაცმა წამოაყენა და კარგი ბატონო, არც მანამდეც გასაკვირი იყო საერთოდ რატომ მოვიდა იქ, მაგრამ კარგი იყო და ეხაც კორექტულად ყველა ამბობს რომ იყოს ჯერ და მე როცა არჩევნები იქნება და ასე შემდეგ. კარგი, სად არიან ვეტერანები? მითხარი, ჩვენი ვეტერანები 70-იანების, 80-იანების, სად არიან ეს ხალხი? ეხლა 64 წლის იუბილეი იყო გამარჯვების და იმ ხალხს ვერ მოვთხოვე ხა აქ აქტიურად. სად არიან ეს ოქროს ბიჭები, ჩვენი სათაყვანებელი ხალხი, ჩვენი კერპები, ღმერთკაცები, სად არიან? აი გამაგებინე ჰამბურგის, ლივერპულის, ბაიერნის, რეალის და რა ვიცი, კიევის დინამოსი და არავის არ ეშინოდათ მოედანზე ვეფხვებივით იყვნენ და რა გახდა ერთი სიტყვა რო თქვანა ამის თაობაზე. სად არიან ჩივაძე, ხურცილავა, გაბელია, ეს ხალხი ჩემთვის არ ვიცი, ბედნიერიო რომ შემიძლია მათთან რომ მივალ და ხელი ჩამოვართვა და რაღაცაზე ვესაუბრო. მაგრამ რაღაცა ორი სიტყვა არ უნდა თქვან ამ ხალხმა. რატო მე მიკვირს მათ თავიანთი ეს ფეხბურთისადმი სიყვარული მარტო გოლების გატანა იყო და საფეხბურთო მოედანზე დატოვა ეს სიყვარული, არ გამოიტანეს გარეთ და არ არის ეხლა ფეხბურთისთვის საჭირო მათი სიტყვა. ჩვენ ვიტყვით ბატონო, მე ვიტყვი, შენ იტყვი, ამდენიმე ჩვენი კოლეგა იტყვის, ყველა არ იტყვის, მაგრამ მათი სიტყვა არის გაასმაგებული ჩვენი ნათქვამი, იმიტომ რომ მათ ყავს უამრავი გულშემატკივარი ყავს და სათაყვანებელი პიროვნებები არის, მათ სიტყვას რამხელაფას იქ, მაგრამ არ ამბობენ. რატო დავიჯერო, იმიტომ რომ იმის ეშინიათ რომ მათივე გამარჯვებების აღსანიშნავ ბანკეტებზე აღარ დაპატიჟებენ ის ფედერაციის ხელმძღვანელები, სხვა რისი უნდა ეშინოდეთ, რა უნდა ჩამოართვას ან წაართვას ვინმე ფუნქციონერმა აი ამ ლეგენდარულ დინამოელებს ან სხვა გუნდის წარმომადგენლებს. ეს ძალიან მიკვირს. მერე ტატო კიდევ არის, ხშირად ვამბობ ხოლმე მე, ხო რომ ფედერაციაში ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ფედერაცია მე რას ვამბობ, რა ჩემ თავზე კერებად ბევრი ფიქრობს ასე, მაგრამ ზოგი ამბობს. და ხშირად მithქვამს, რომ ფედერაციაში არიან პროფესიონალი პატიოსანი ადამიანები, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ემ. კი ბატონო, მაგრამ სად არიან ეს ხალხიც სად არიან გამაგებინე? ნუ თუ მათ უნდათ რომ მოიგოს ისევ ზვიად სიჭინავა მარჩევნები და ისევ შეინარჩუნონ თანამდებობები და ეს არის მათი ცხოვრების აზრი და ფეხბურთის სიყვარული, რომ იმ შენობაში რაღაც კამებზე იჯდნენ. სად არიან? რა ვიცი, უამრავ ხალხს ჩამოვთვლიდი ხა. აჩიკო არველაძე, ნიკო შაჩხეიძე, გიორგი კაციტაძე, რა ვიცი, გოჩა ტყებუჩოს, გულანთებული ხალხი, იქ რეზო შენგელია, უამრავი ხალხია, ვინც ვიცი რომ ფეხბურთი უყვართ, გული შეtkivot. მაგრამ ხალხო, ნუ გაიგივდებით რა იმ ხალხთან ვისი წასვლაც ყველას უნდა და ვინც მიიყვანა ფეხბურთი ამ დღეში. როგორ ხა ამდენი წელია მართავენ და ეხლა მიდის ხო ლაპარაკი გაპარტახდა ასე დღეში ვარ ისე ვარ და ეს ხალხი მაინც იქ არის და გაჩვენებულია. თან ვისი ბრალი არის ამ შემთხვევაში, ხო, როცა ასეთი მდგომარეობა არის. ხო, ანუ ხო შენს გაიგივებული ხარ იმ გუნდთან და ანუ მონაწილე ხდები ამ ყველაფერზე. ეხლა კიდე თუ 5 წლით გინდა ეს გაგვიხანგრძლივო, ხო? მაშინ უკვე მტერი გამოდიხარ. იცი რა არის კიდე ყველაზე გასაკვირი, ანუ ზოგადად ხა გასაგებია
დამოკიდებულება და ყველაზე დამოკიდებულება გადასარევი ბიჭი ვერ წარმოვიდგენ რომ ეგ ხალხი ესე აზროვნებდეს და ამოიღეთ თქვენ კაი ხალხო ხმა და თქვით ეს სათქმელი რა მართლა ვერ ხვდები რა კრიტერიუმით უნდა განსაზღვრო ადამიანმა ამ შემთხვევაში ბატონ ზვიადსიჯანოვაზე მაქვს საუბარი რა კრიტერიუმით უნდა განესაზღვრა მას თუ თავისი გადაწყვეტილებაა და ალბათ თავისი გადაწყვეტილებაა ხო მე ხუმრობა მეგონა ტატო და მე თვითონ რო თქო სერიოზულია მე ტელევიზიითაც ვნახე გაზეთშიც წავიკითხე და არანაირი ამის ის რო არ მოყვა ხო არა ეცი როგორი ინფორმაცია არის იმდანაც გასაოცარი იყო ჩემთვის რომ არც კი გაგიკვირდება ხო ის იმდანად გასაოცარი როა რომ გაკვირების ისიც რო არის იმიტომ რომ რა კრიტერიუმით განსაზღვრა ზვიადსიჯანოვამ რომ უნდა წამოეყენებინა კანდიდატურა წარმატებულად აფასებს თავის მუშაობის პერიოდს ანუ არა ამბობს კი ისეთი კანდიდატურები გავიგონეო რომ გადავწყვიტე რომ წარმოვადგინეო და რას ნიშნავს ან რეზო არველაძე არის კანდიდატი ერთ-ერთი გენერალური დირექტორი მე გამიკვირდა რეზო არველაძის ძალიან ისეთი მშვიდი კომენტარი რა გამოდის ესე იგი ერთი გუნდი არიან მაშინ ერთი გუნდი თუ არიან ორივე რატო იყრის კეჭი მაშინ შემდეგი ერთი წელი მუშაობა ფედერაციის ამორის დაპირისპირებით უნდა წარიმან იმიტომ გუნდები ესენი ხო უნდა ეცადონ ახლა რომ ფედერაციის სუბიექტების ხმები ასე ვთქვათ დაითრიონ არა და რა გამოდის რომ ესე იგი შიგნით ფედერაციაში ხა ორი გუნდი უნდა იყოს ისედაც რა იყო და ახლა კიდე რო გაიყოფა რა იქნება ეხლა მეორე რას მადარდებს ის ხალხი პატრიოტსანი ხალხი ხო ჩამოთო ვის კიდევ არიან ეხლა ვინმეს არ ეგონოს მარტო ისინი მაგრამ მათაც რაღაცა ნდობის კოტა უთავდებათ უკვე ხო ყოველ შემთხვევაში ჩემთვის იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე პატრიოტსი და ვიცი რა ხალხიც არიან კიდე მიკვირს რომ ჩუმად არიან კიდევ რა არის ხალხი ეს ვინც თქვი კიდევ სხვა ხალხი არის მე ძალიან კარგად ვიცი ეს ხალხი და მეც მუშაობდი იმ ფედერაციაში და მეც შემეძლო არ წასვლა მაგრამ რომ ნახე რომ სხვა გუნდი მოდიოდა და სხვანაირად აზროვნებდნენ წამოვედი დავწერე განცხადება წამოვედი რა არის ამაში საშიში მაგრამ იქ ხალხი არიან ტატო რომელიც ჟორდანიას პრეზიდენტობის დროს ჟორდანიას ახალკაცის დროს ახალკაც გინდა უფროსის გინდა უმცროსის სიჭინავას დროს სიჭინავას რა სიტყვა ველოდები მაგას ვერ ვიტყვი მაგრამ მზეს ფიცულობენ ისეთ ძდილობიანი ფორმით ესე გამოდის ხო ახლაც აი დარწმუნებული ვარ ერთი კვირა რო დარჩება არჩევნებამდე მიხვდებიან თუ ვინ არის მომავალი პრეზიდენტი პირველები ზუსტად ეგ ხალხი გადახტება იმის ნავში გამოვარდებიან ტელეეკრანებში ვერ მოასწრებს სტუდიაში მოსვლას და დაიწყებენ რომ აი ამ კაცის ველოდით და ამ კაცის გარეშე ფეხბურთი ვერ გადარჩება ზუსტად მაგ ტექსტები თუ გინდა ამოვიღოთ ნათქვამი აქვს აი ჩემ ჩამოთვლილ წინა პრეზიდენტს ზუსტად ეგ სიტყვები იქნება გამეორებული უბრალოდ ის ვინც მოვა ახალი ფედერაციაში დაახლოებით კი არა შანსების მიხედვით მე რაღაცა ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ არ ვიტყვი ხა რატო უნდა ვთქვა. თხოვ იმ ადამიანს, რომ ნუ ჩაისვამთ ამ ხალხს იმ ნავში რა, ძალიან ეგენი ძირავენ იმ ნავს, სწორედ ვინც აი ხანის არის, კარგი ხანის გადაგვარჩენს, ხანის გადაგვარჩენს. ამ გულშემატკივრებისად ხართ ხალხო, არ ვიცი, აი ვისაც ნახდათ უყარს ფეხბურთი, ასეთი უამრავია. სად არიან ესენი? იმას მაინც ხო ხვდებით, რომ ნელ-ნელა ტატო გვინგრევენ რას იცი გვინგრევენ სურვილს და რწმენას რომ ვიღაცა შეიძლება მოუგოთ სუმიდის ამის მტკიცება რომ იმას რატომ მოუგოთ ამას რატომ მოუგოთ იმას რომ ვერ მოუგებთ ამას ვერ მოუგებთ ფეხბურთი მკვდარია არ არსებობს აბა თუ ფეხბურთი არ არსებობს და არავის არ უნდა მოუგოთ ვისი ფედერაციის პრეზიდენტობა და ვისი ნაკრების ხელმძღვანელობაზეა ამდენი ამბავი ატეხილი აღარ ყოფილა არაფერი და რაღაც შვები რაღა უნდათ მაშინ წადით და ვისაც ჯერა გაატარეთ ის ხალხი რა ეს 30000 კაცი დავდივართ წლებია მინიმუმ სვამოთ რომ მეტიც დავდივართ და უყურებთ ამ ნაკრების წაგებების საყურებლად დავდივართ და კიდე ღირსეულად ერთი ობსტრუქცია არ ყოფილა ღირსეულად კიდე მოვდივართ სახში გულდახეთქილები ჩვენ თავში ვიკლავთ ამ ბოღმას ხო და ამ ფედერაციის თანამშრომლებს იმდენად არ ვიცი საიდან მოძდით ეს თავში უამრავი ღონისძიებები იყო ეხლა ამ 64 მესმოდა ეს მათი ლაპარაკები ამას აღიქვავე რომ ფედერაციის მხარდამჭერები ვართ სტადიონზე ვიც მივდივართ თურმე იცოდით
ნაკრების და კი არ შევტყივა გული და ქართულ ფეხბურთს. არა, აი ფედერაცია კარგად რომ მუშაობს, იმიტომ დავდივართ თურმე 30000 სტადიონზე. და ბოლოზე ითქვა? კი, და ბოლო იმაზე რატო ვიყავით? იცი 30000 პოლონეთთან მატჩზე? ქეცბაიამ ისე კარგად ჩაუტარა თურმე ჟურნალისტებს, რომ ის ხარდასაჭერად მისულა ეს ხალხი. აი ესე აზროვნებს ეს ხალხი ფედერაციაში წარმოიდგინეთ როგორ აზროვნებენ და ამათ უნდათ კიდევ იქ დარჩენა. მე ხა ერთ რამეს ვიტყვი კიდე რა, უკვე ვწმუნდები რომ ეს 30000 კაცი სტადიონზე კი უნდა დავრბოდეთ იმ 4-0-ების სანახავად. ერთხელ მთელი 10 წელია დავდივართ სტადიონზე ამის სანახავად და ერთხელ ფედერაციასთან უნდა მივიდეს ეს 30000 კაცი და ის ჯოხიო ფედერაციაზე იმაზე ქეცბაიაზე არ გადავტეხოთ, არც გადაგვიტეხი, აგერა გვაქვს ის ჯოხი და ვიზეც გადასატეხია გადავტეხოთ იმაზე, კი ბატონო. არა, ვარ მართალი. უნდა დავანახოთ იმ ხალხს, არ არის თქვენი ადგილი ხალხო იქ. სუპერთასო, ეხლა 2015-ში იქნებაო არჩევნებიო. მანამდე რატო არ შეიძლება რომ ხვალ გადადგნენ და ხვალ იყვნენ? რატო არ შეიძლება? ყველა ელოდება, როდის მოვა ახალი ფედერაცია და რატო უნდა ველოდოთ კიდე ერთი წელი, როცა დღეს შეიძლება ამის გაკეთება. იცი რატო? სუპერთასი უნდა ჩავატაროთო. რა იყო ხა ბატონის ზიადის გარეშე სუპერთასს ვერ ჩავატარებთ თუ დარწმუნებული ვარ 5 წლის წინ არც იცოდა სუპერთასი რა იყო რო გეკითხა. ხო და ეხლა კიდე თურმე მაგის გარეშე არ ჩატარდება სუპერთასი. წარმოგიდგენია შესადა ვართ? აი ესენი მინდოდა მე თქო კიდე ბევრი რამე, მაგრამ სატელევიზიო ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას სტატო და არ ვიცი აი თემურ ქეცბაიაზე შეიძლება გვედავარო ზოგს თემურ ქეცბაიაზე ჯერ ვედავებოდი ნაკრების შედეგს და ნაკრების სტილს და გამოძახებულ ფეხბურთელებს თორე ის უბედურებები რაც თვითონ თემურმაც ისაუბრა სხვათა შორის ადრესატი რო არ დაასახელა ისე რაც გჭირს ხო იმას ჩვენ ვხედავთ და მაგაში თემურის ბრალი ნამდვილად არ არის ყველაფერს თავი გავანებოთ ნებისმიერი ნორმალური საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ რაღაც ყოველთვის ხო ყველა რაღაც საქმიანობაში არის შეფასების კრიტერიუმი ხო ამ შემთხვევაში არის ფედერაცია ფეხბურთის ფედერაცია რომელსაც აქვს თავისი შეფასების კრიტერიუმი უნდა ვთქვათ რა გააკეთა კარგი რა გააკეთა ცუდი ეხლა რომ შევადაროთ ის რაც ფედერაციამ კარგი გააკეთა რაც გააკეთა ცუდი საით გადაიხრება სასწორი ანუ რაც ვერ გააკეთა ცუდი გააკეთა ცუდად გამოდის რაც არ გააკეთა მე საერთოდ ვამბობ რომ ზოგიერთი რაღაცის გაკეთება საერთოდ არაფერი გაეკეთებინათ ჯობდა ეგ ერთი და ხშირ შემთხვევაში მე არაერთხელ გამიგია შენს გაგიგია და ყველას გაგვიგია ფრაზები სხვადასხვა მაღალჩინოსნისგან რომ აი UEFA-ს სემინარზე იყვნენ და რა კარგი შეხვედრა გამართეს ვიღაც სახელებთან და გვარებთან თუნდაც ის რომ აი ეს რაღაც ბაზა სიტყვაზე გავაკეთე. რომელი ბაზა? ბაზა, არა, აი ბაზა. რომელი ბაზა? მითხარ ბაზა? ხო, სანაკრებო ბაზა. რომელიც ჩემი ფედერაციაში მუშაობის პერიოდშიც გაიხსნა, პლატინი იყო ჩამოსული და იმის მერე ვინც გახდა ფედერაციის პრეზიდენტი, ყველამ ერთი ორ-ორჯერ გახსნა. ნებისმიერი რაც არ უნდა იყოს, კაცო, იმის თქმა მინდა მე რომ ბაზის გაკეთება სიტყვაზე, ხო? არ არის ფედერაციის მუშაობის თავარი ამოცანა. ინდიკატორი არ არის აშკარად, რა, ჯერ ეს ერთი ეგ ისედაც უნდა გააკეთო. თუ შენ საქმიანობაში შედის, ეგ უნდა გააკეთო ის რომ მე არ და თუ გაძლევს გრანტს რომ გააკეთე, ბაზა უნდა გააკეთო, აბა რა უნდა ქნა. ეს არა მე სათქმელი რომ აი ჩვენ წარმატებულად მუშაობთ, იმიტომ რომ ბაზა გავაკეთეთ. უნდა იყოს შეფასების კრიტერიუმი, ნაკრების ასპარეზობა, მაინც ფედერაციის შეფასების კრიტერიუმია, ხო? იმიტომ რომ გავახსოვს იტალიის ნაკრები ჩარჩა ჯგუფში და ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა იტალიის. ჩვენთან ჯგუფში ეროვნული ჩემპიონატი. ხო, საზიზღარ დღეში. ჩვენი ჩემპიონატი. აი, მაგაზე გამახსენდა ტატო. ან ეს საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელების სათხართ ხალხო და ეს რო გამოეწყობით ხოლმე და პირველ არხზე დაჯდებით იქ საზოგადოებრივ მოუწყებს ეთერში და რაღაც ვითომ თანხები გვიჭირს და ეს და ეხლა 200.000-ს რო მომავალი ფედერაციის ხარჯზე გაძლევთ ეს ფედერაცია და ხართ გასუსულები რომ ეს ფული მოგივიდეთ ეს არის თქვენი ქართული ფეხბურთის სიყვარული. გამოდით და თქვით თქვენი სათქმელი. მაინდამაინც საჯმა პენალტი უნდა დაგინიშნოს ბოლო წუთში რომ გაბრაზდე და რამე თქვა სხვა რაღაცაზე არ შეიძლება რომ თავისი პოზიცია დაფიქსირდეს. ან ეს დიდარი კლუბები ვინც არიან და შეძლებულები იმათაც ხო არ ეშინიათ იმ 200.000-ის იმედზე რო არიან. სად არის დინამო თბილისი და სად არის ზესტაფონი და რა ვიცი სხვა გუნდები საბურთალო სად არის ესე რომ გამართეს ინფრასტრუქტურა და ვიცი გულანთებული ბიჭები მუშაობენ იქა რატო არაფერს არ ამბობენ ესე უნდათ ყველაფერი ჩუმად მე მოვლენ ესენი სათავეში და ვიყოთ ესე მე გაუთავებელ წრეზე ვიაროთ შეუძლებელია არ ვიცი მე არ მგონია რომ იქამდე დავეცემით რომ ქართველი გულშემატკივარი დაუშვებს კიდე ამათ პარპაშს იქ რა ნამდვილად არ მგონია რომ ეს ესე მოხდება
აი ესეთი რამეები მინდოდა. ხო, სამწუხარო ვითარებაა აშკარად ამ შემთხვევაში. ძალიან გამიკვირდა ეს ყველაფერი. მე ველოდი რომ რეზოლვაზე ან გადადგებოდა ეხლა რომ გაიგებდა რომ ზვიაციჭინავამაც წარადგინა. ან ყოველ შემთხვევაში რაღაცას მაინც იტყოდა. ისეც ადეკვატურს და არო ესო ვისაც უნდა კონდეს უფლებაო და ყველამ უნდა შემოიდგა. ესე იგი რა გამოდის ახლა ერთი გუნდის წარმომადგენლები ერთად რომ უნდა ახლა ერთი წელი რომ უნდა ემუშაონ. ეხლა უნდა ეცადონ რომ ერთმანეთს ხმები წაართვან იქ შიდა იმის ვითარებაში შინაგანა წესით თუ როგორ იქნება ეგ საქმე. ეგ ასე ჩანს გარედან და რეალურად რა არის მიზეზი კიდევ რთული გასარკვევია ამა თუ იმ კანდიდატურის წამოყენების. არ ვიცი რა თუ რაღაცა უფრო უარესი ჩახლართული და რაღაც ისინია წყალქვეშა გათქვები, მაშინ საერთოდ აღარ და მაგათკენ გახედო. რომელია უფრო უარესი, იმასაც კი ვერ იტყვი. თვითონ ფაქტი, რომ ფედერაციის პრეზიდენტი იმ ფედერაციის, რომელსაც არ ვიცი, ბოლო წლებში რომ გადავხედოთ საქმიანობას, დადებითი სპოვნა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ეროვნული ჩემპიონატი წლებიდან წლამდე უარეს სიტუაციაშია და შარშანდელ კატასტროფულ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, მე კიდევ გაზრდა 16 გუნდამდე და კეცბაიასის ზამთარი არ გადაგვივლია კიდე კაცმარეთის თებერვალში რამდენი გუნდი შეგვჩება. კეცბაიასის ფრაზა რომ იქ ხალხი დადის თამაშებზე და ამიტომ ცუდია რომ გადმოვიდნენ და შენ არ გიხარია მინასულს რომ აბრალებს და შენ არ გიხარია ქართული ფეხბურთის წარმატება და ნაკრების წარმატება და ასე შემდეგ, ხო? ეგ არ არის არგუმენტი რა, იქ ხალხი რახან დადის. არა, მაშინ რივერპლეიტი არ უნდა გაეგდოთ და რეინჯერსი მესამე ლიგაში არ უნდა იყოს, ხალხის სიარულით რო იყოს. და დორტმუნდი მუდმივად უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგის მფლობელი. ფინალში უნდა გადიოდეს ყოველთვის, ასე რომ ეგ არა კრიტერიუმი ამ შემთხვევაში იმის რომ მუნდი გადმოვიდეს. ერთი სიაც გადმოდიოდა. ყველა საინტერესო მოღვაწეობის შეფასება თხოვეს ზვიაციჭინავას და არ შეაფასა. რაც მისი პირდაპირ მოვალეობა. რაც არის მისი პირდაპირ მოვალეობა, რომ გეგმა შესულდა თუ არ შესულდა. მესმის რომ ნაკრები არის აისბერგის კენწერო და რომელიც ჩანს. მაგრამ თუ კი ყველავთ ახდებით რომ ეს აისბერგის კენწეროა, ეს ჩანს და რატო გიკვირს? მაშინ რომ ის კენწეროში რაც ჩანს, ის გვინდა რომ კარგად ჩანდეს. ეხლა წყალქვეშ რაც არის ისიც კარგი უნდა იყოს, მაგრამ ბოლო-ბოლო თუ გამოსაჩენად მიდგა სათქმე, მაინც ის კენწერო მირჩევნია რომ კარგად ჩანდეს. და ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში არც კენწერო ჩანს. კარგად, არც ისაც წყლის ზემოთაა და რაც წყლის ქვემოთაა. მე მგონი ჩვენი კენწეროც წყლის ქვემოთ არის და იმიტომ. კარგი, მოკლედ აი ეს გვინდოდა გვეთქვა, რა ვიცი, ვიღაც დაგვეთანხმებით, ვიღაც არა, ვინმე შეიძლება გამიბრაზდეს, არც რა ვიცი, მაგაზე გაურბივარ, იმიტომ რომ ჩემი სათქმელის თქმა მინდოდა და ვთქვი და გამიბრაზდებიან, გამიბრაზდნენ. კი ბატონო, ვინმე თუ ჩათვლის რომ ჩემ გამონათქვამებში რამე არაკორექტული იყო და სასამართლოში ან სადმე ეგეთ ინსტანციაში წავა, სად ვარ ის ადმინისტრაციული სასჯელი ღირსეულად მივიღო. მაგრამ მე მგონი ჩემი საქმე ამდენი წლის მანძილზე ისე შევისწავლე, რომ ისეთი ფრაზების საშუალებას თავის უფლებას არასდროს მიცემა. შეიძლება ეთერს გარეთ იყო. ხო და ამიტომ მოკლედ ასეთ რაღაციდან ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავით, ჩვენ ფეხბურთის სიყვარული გვალაპარაკებს და დარწმუნებული ვარ, ბევრი გულშემატკივარი აი ამ ყველაფერს რომ მოისმენს, მხარს დაგვიჭერს. ზოგიერთი ალბათ არ დაგვიჭერს, მაგრამ ამისთვისაც მზადვარ ჩვენი პროფესია ითვალისწინებს იმას, რატო რომ ჩვენ არა გვაქვს ისეთი პროფესია, რომ 100% მონოპოლია არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ იმაზე, ხო? საღაზრზე ან მოსაზრებაზე, ხო? უბრალოდ ჩვენ ასე ვაფიქსირებთ, ზოგი დაეთანხმება ამას, ზოგი არა და ბუნებრივია ეს მოხდებოდეს, უბრალოდ ცოტა ხანდახან გაურკვეველია ხოლმე ადამიანის შეურაცხყოფა მისი მოსაზრების გამო. ხო, არა, ხო, შეურაცხყოფას ნამდვილად არავის მივაყენებ და არც მე ავიტან სხვათა შორის. მოკლედ ასე, კარგი, მოდი ახლა